დასავლური კოალიციებიდან პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე ვეღარ მიჰყვება იმ პროპაგანდის ხაზს, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის და ფარას კანონთან დაკავშირებით ააგო. ირაკლი კობახიძე ახლა საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ უხსნის, თუ რეალურად რაშია საქმე და ამით ფაქტობრივად, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ქართულ ოცნებას პროპაგანდა ჩამოენგრა, რომელიც სწორედ დაკავშირებული იყო ფარას კანონთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის რუსული კანონი, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, მსგავსი იყო ამერიკული ფარას კანონის, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა და ახლა ქართულ ოცნებას უჭირს გამართლება და ახსნა არგუმენტების საკუთარ ამომრჩეველთანაც, ამიტომ ახლა ისინი deep state-ს აბრალებენ ყველაფერს და რაღაც თეორიებში შედიან. ამასთან ერთად, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, deep state-ის ხსენება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება ღიად დაპირისპირებაში შევიდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთანაც, სწორედ იმ ადმინისტრაციასთან, რომლის მოსვლასთან დაკავშირებითაც ასევე პროპაგანდას აგებდა ქართული ოცნება, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართული ოცნება შეერთებულ შტატებთან თითქოს დაალაგებდა ურთიერთობას, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა და ახლა ირაკლი კობახიძე სწორედ ღია დაპირისპირებაში შევიდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ არათუ ურთიერთობები დაალაგდება, არამედ ეს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრობლემები შეერთებულ შტატებთან უფრო მეტად გაღრმავდება. ქართული ოცნება ყოველდღიურად რწმუნდება, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რასაც ისინი იდგნენ, ეს ჩამოიშალა ხუხულასავით, ამიტომაც ახლა მიმართავენ ისეთ ჟანრს, რომლის კომენტირებაც კი არის უხერხული და დღესაც ხედავთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს ისინი ებრძვიან არარსებულ გლობალური ომის პარტიას. უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და ქართული ხალხი ხედავს აშკარად და ჩვენი პარტნიორები, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი. ახლა როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა ფარას კანონი, უბრალოდ შეაჩერა, მათ ისინი უკვე ვეღარ ხსნიან, ანტიქართული ოცნება ვეღარ ხსნის, რა ხდება, როგორ უნდა აუხსნას ეს თავის ამომრჩეველს განსაკუთრებით და იმ ადამიანებს, ვინც დღემდე ამ სისტემას ამაგრებს, ამიტომ მოიგონეს კლავაც deep state, რომ თითქოს ის კლავაც deep state-დან იმართება რაღაცეები. ქართული ოცნების პროპაგანდა დგას ერთ მთავარ საკითხზე, ეს არის ტყუილი და გამოგონილი ამბები, ვინაიდან ისინი პასუხისმგებლობას ირიდებენ თავიდან ყველაფერზე. ირაკლი კობახიძე ძალიან გაუჭირდა პროპაგანდის ხაზის დაცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 20 იანვარიც დადგა, ტრამპის პრეზიდენტი გახდა, არანაირი ურთიერთობების განახლება არ შედგა და მეტიც ახლა, როდესაც გამოიგონეს, რომ რუსული კანონი მესამეჯერ უნდა გადააკეთონ და ამერიკულით გაყიდონ, აღმოჩნდა, რომ ამ ფარასაც პრობლემა აქვს და იცვლება მიდგომები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე სანქციები კიდევ უფრო ძლიერდება. შესაბამისად, მისი ეს ახალი თეორია, რომ ეხლა deep state-ი ტრამპსაც მართავს, არის იმის მაჩვენებელი, რომ მათი პროპაგანდის ხაზი იშლება. ცნობილია, რომ 7 თებერვალს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ზუსტად ერთ დღეში, დღეს ირაკლი კობახიძეს ბევრი არ უფიქრია და მან თქვა, რომ ფარას კანონის შერბილებას უცნაურად ემთხვევა ქართული ოცნების განცხადება და კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა ამ ყველაფერში deep state-ის ხელი ერიოს. ეს განცხადება პოლიტიკოსების როგორც მოისმინეთ, არის დადასტურება, რომ კობახიძე ღიად დაპირისპირებაში შევიდა ახლა უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება არ აპირებს არანაირ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მადლობა, ეს იყო ნინო ელიკაშვილი.